საქართველოში ტურისტული სეზონი აქტიურ ეტაპზე არის. სოფელ საზანოში და მის შემოგარენში მრავლად არის უკვე საოჯახო სასტუმროები, მარნები, რომლებიც მასპინძლობენ უცხოელ სტუმრებს. მაგრამ ამ ხრივ ჩვენ ვაწყდებით პრობლემას, ეხლა ვიმყოფებით სამცვერას ჩანჩქერზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ მოსვლა საფრთხის შემცველია, არის საგრძნობლად მოულელი. მაგალითად 2 დღის წინ დაიმტრო ერთი ადამიანი და ეხლაც საავადმყოფოში იმყოფება, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებთ. პირველ რიგში მოსაგვარებელი არის დასუფთავების კუთხით მდგომარეობა. ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურისკენ ვერ გავიშვათ ნამდვილად ხელს, ვინაიდან ადგილზე დგას ნაგვის ურნები, მინდა მოსახლეობას და აქ მომსვლელ ადამიანს ზოგადად მოუწოდო, ნუ დატოვებენ ნარჩენებს ადგილზე და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სუფრასთან ჭიქის აწევით ნუ გავიხსენებთ. პირველ რიგში ეს არის ჩვენი სახე და ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ზოგადად სუფთა გარემოში რომ ვიყოთ. და რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2 წლის წინ აქ 400.000-მდე თანხა დაიხარჯა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მინიმალურად ეტყობა ამ ადგილს ეს ამოდენა თანხა. კარგი არის რომ არსებობს ჩამოსასვლელი გზა, კარგია საპარკინგო სივრცე, მაგრამ ვინც ამ ადგილს კარგად იცნობს და მეთანხმება რომ რაც საპარკინგო სივრცეს ქვემოთ არის გაკეთებული, ნამდვილად არ მოითხოვდა ამ ადგილის სპეციფიკა ამ ყველაფერს. იქ არსებული ის კიბის საფეხურები, რომელიც ჩადის მდინარის პირას, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი არის ჩანჩქერიდან. აქ პირველად მომსვლელი ქართველის და უფრო მეტად უცხოელი ადამიანისთვის ეს ყველაფერი არის დამაბნეველი, ვინაიდან იქ რომ ჩადის მდინარის პირას, ჩანჩქერს ვერ ხედავს და ვერ ნახულობს და ბრუნდება უკან გულდაწყვეტილი. ასევე დაზიანებული არის ეგრეთ წოდებული ბონდის ხიდი, რომელზეც სახიფათო არის უკვე გავლა და ბევრი აქ მოსვლელი ადამიანი შიშით ვერ ბედავს გასვლას. მე პირადად უკვე დიდი ჯგუფები აქ ფაქტურად ვეღარ ჩამომყავს, წინაპირაში მყავდა საკმაოდ დიდი ჯგუფი, ასაკიანი ხალხიც იყვნენ და აქედან უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვამჯობინე რომ არ ჩამოვსულიყავით. ჩემი აზრით, ანუ როგორც ვახსენე, დასუფთავების პრობლემა უნდა მოგვარდეს პირველ რიგში და ინფრასტრუქტურის ნაწილში, მაგალითად საპარკინგო სივრციდან პირდაპირ რომ გადმოდიოდეს, რითაც სარგებლობთ აქ მოსული 90% ადამიანების, ანუ რა ჩამოსასვლელი გზაც არის, იმ გზას უნდა დაუკავშირდეს საპარკინგო სივრცე. ამ ეტაპზე არის მოუწესრიგებელი, არის სილიანი და ფეხით სურავს და სახიფათოა იქ ჩამოსვლა. ადგილობრივებისთვის ეს შეიძლება პრობლემას ჩვენთვის არ წარმოადგენდეს, მიჩვეული ვართ აქ დაბადებული გაზრდები ვართ, მაგრამ როდესაც მოდის უცხოელი სტუმარი, ეს ამის მოგვარება არის აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე აქ არ დგას რაიმე საინფორმაციო ბანერი, რომელზეც უნდა იყოს ამ ადგილის მცირე ისტორია დატანილი და უცხოელ სტუმარს მით უფრო გაუჩნდეს უცხოელ სტუმარს იცოდეს თუ სად მიდის და რა უნდა ნახოს. ამის ასე ვთქვათ გაკეთება აუცილებელია და ამ ყველაფრის მოგვარება არა უშუალოდ ამ ადგილის განვითარებაზე იმოქმედებს, არამედ მიმდებარე სოფლების და მოსახლეობის ძალიან ბევრს აქვს უკვე ტურისტული ობიექტი და ბევრსაც კიდევ იდეები აქვს ამ მიმართულებით რომ განვითარდეს და ამ ყველაფრის მოგვარება არის აუცილებელი და ვფიქრობ მომავალში ეს პრობლემა გადაიჭრება როგორც მოსახლეობის და ასე ვთქვათ შესაბამისი ორგანოების ჩართულობით და უნდა მოგვარდეს აუცილებლად.